ნათელი შემოკრების კიდეთა სოფლისათა და სანოვაგეთ წმინდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმინდა საღრმთის მშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანივსცემთ, რათა ვიპოვოთ ცხოვრება სულთა ჩვენთა. დღეს ახალი სტილით 14 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სვეტი ცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით სადღესასწაულო წირვა აღავლინა სვეტი ცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაზე საქართველოს პატრიარქმა მღვდელმონაზონი ელიზბარ ყურაშვილი აღამაღლა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრით. ასევე დიაკვნად იკურთხა ბერი ილია კავსაძე. სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ თქვენ და მთელ საქართველოს სვეტი ცხოვლობას მადლი დიდისა სვეტი ცხოველისა და კვართისა უფლისა ხფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს და მთელ ქვეყანას. დღეს ჩვენ თაყვანს ავსცემთ დიდსა სვეტსა, სვეტი ცხოველსა. ამ წმინდა ტაძარში წრემლით ულოცია ჩვენს მეფეებს, ჩვენს პატრიარქებს, ყველა ადამიანს საქართველოს მკვიდრთა. აი დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალიერსათვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერითვის მშვიდობით. ჩვენ გვჭირდება უპირველეს ყოვლისა სულიერი ძალა. ჩვენ გვჭირდება სიყვარული. ჩვენ გვჭირდება სასოება, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა. მე მინდა გითხრათ, რომ მრავალჯერ ყოფილა საქართველოს განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისაგან. არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი უგზავნის იმას, რომელიც უყვარს. და ის საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი მიანიჭა უფალმა. რომელი ქვეყანა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე იყოს აქ. აი თუნდაც თქვენს წინ წმინდა ნაწილები, რომელიც ეკუთვნოდა დიდ მეფეს დავით აღმაშენებელს. როცა ჩვენი მეფეები და დიდებულნი მიდიოდნენ უცხოეთში, მოჰქონდათ არა ოქრო და ვერცხლი, არამედ წმინდა ნაწილები, იმიტომ რომ
გრძნობდნენ მათ შემწეობას, მათ წყალობას, რომელი ქვეყანა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს. დღესაც ამბობენ უცხოელები, რომ განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში. ეს არ არის დამოკიდებული არც ჩემზე, არც ჩვენს წმინდა სინოდზე, მღვდელმთავრებზე, არც მღვდლებზე, უფალი მეფობს, უფალი ეძახის, უფალი მოუწოდებს ჩვენ ხალხს. სიტყვა ეკლესია შედგება ორი ნაწილისაგან, ეგ და კლეო, ბერძნული სიტყვებია. ესე იგი შორს არის ადამიანი და შორიდან ეძახის, მოუწოდებს, აი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს ჩვენ, რათა ვიყოთ სამწყსო უფლისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მე მოგახსენეთ, რომ ერთი ლოცვა განსაკუთრებულია და ამ ლოცვამ გადაარჩინა ქართველი ხალხი მონღოლების შემოსევის დროს. მოწყალებისა კარი განგვიღე. ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ და მერე მგალობლები იგალობებენ. მოწყალებისა კარი განგვიღე, მზეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არამედ განვერდე წინამდგომთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავის ქრისტიანეთასა. ამინ. მოწყალებისა კარი განვიღე, ურთქეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერდეთ წინამდგომთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ. მოწყალებისა კარი განვიღე, ურთქეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერდეთ წინამდგომთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ. ჯვარი გეწორო თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და მთელი ქვეყანა. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცმოყვარევითა, ყოველადრე აწლა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ყველაფერი ღვთის მადლით და წყალობით კარგად იქნება. გიხარებოდეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ. ჩვენ დღეს დავაჯილდოვებთ მღვდელმონოზონ ელიზბარს ურაშვილს ოქროს ჯვრით და აღკვანილია იღუმენის ხარისხში. ახსიოს. მეცი ჯვარი უწმდეს. ახსიოს.
აქსიოს დალოცვილი იყავი და გაიხარეთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ უფალმან ძალიერსათვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით ამინ